ამერიკელი კონგრესმენის პრეზიდენტ ტრამპის მოკავშირის ჯო ვილსონის განცხადება, ისევე როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლოდროინდელი ვიზიტი და ინტერესი კიდევ ერთხელ გვახსენებს და ადასტურებს, რომ საქართველოს რჩება მნიშვნელოვან სტრატეგიულ სივრცედ, რომლის მიმართაც შეერთებული შტატების ინტერესი კვლავაც დიდია და სულ უფრო იზრდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ინტერესი პირდაპირ უკავშირდება ანაკლიის ღრმაწყვოვანი პორტის პროექტს, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს როლს რეგიონში და ჩვენი ქვეყნის კავშირს საერთაშორისო ეკონომიკურ და უსაფრთხოების სისტემებთან. ანაკლია არ არის მხოლოდ ეკონომიკური პროექტი, ეს არის საქართველოს სუვერენული სტრატეგიული არჩევანი. იმ ფონზე, როდესაც გლობალურ ძალებს შორის მიმდინარეობს არნახული კონკურენცია გავლენისთვის და კრიტიკულ რესურსებზე კონტროლისთვის, ანაკლიის პორტის პროექტი, როგორც კონტინენტების კარიბჭე და როგორც საქართველოს გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი მთავარი პორტალი, სულ უფრო კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესებისთვის. ამავე დროს, კონგრესმენი ვილსონის პოზიცია კაფეოდ გვახსენებს, რომ ძლიერი დემოკრატია და თავისუფალი არჩევნები არის ის აუცილებელი წინაპირობა, რომელიც სჭირდება სტრატეგიული გადაწყვეტილებების სწორად მიღებას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გამჭვირვალედ და რასაკვირველია ქართველების ეროვნული ინტერესის გათვალისწინებით და არა გარე გავლენების და გარე ზეწოლის ქვეშ. სწორედ ამიტომ ანაკლიის პორტი და დემოკრატიული განვითარება ერთმანეთისგან განცალკევებით ვერ განიხილება და არ განიხილება. დღეს საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის გახსნილია სრულიად უნიკალური ახალი შესაძლებლობის ფანჯარა. აშენდეს ანაკლიის პორტი დასავლური პარტნიორობით და ქვეყანა დაუბრუნდეს დასავლურ კურსს, იმ ისტორიულ არჩევანს, რაც ჩვენს ხალხს ოდითგანვე ყოველთვის გააჩნდა ძალიან დიდი ბრძოლის ფასად. ძლიერი საქართველო ლელომ კაფეოდ აცხადებს, რომ პირველი ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს როგორც ტრამპის სახელობის სამხრეთ კავკასიური მშვიდობისა და კეთილდღეობის გზის ლოგიკური გაგრძელება და ამ ჯაჭვის ნაწილი. მეორე, ანაკლიის პორტი უნდა განვითარდეს დასავლური ინვესტიციებითა და ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების ჩართულობით და არა რუსულ-ჩინური სახელმწიფო კომპანიების ინტერესებით. მესამე, პორტს უნდა მიენიჭოს ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიული ობიექტის სტატუსი და რასაკვირველია მისი განხორციელება უნდა მოხდეს მაღალი გამჭვირვალობისა და ინსტიტუციური კონტროლის პირობებში. გამჭვირვალედ და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების დაცვით. ამავე დროს, რასაკვირველია, აუცილებელია, რომ ქვეყანაში იყოს უზრუნველყოფილი, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო გარემო, რაც არის საფუძველი ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარების და იმ სუვერენული გადაწყვეტილების მიღებისთვის, რაც დღეს როგორც არასოდეს ისე ჭირდება ჩვენს სახელმწიფოს განვითარებისთვის, გადარჩენისთვის და გაძლიერებისთვის. სწორედ ამას ითხოვს დე-ფაქტო რეჟიმისგან ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები. დღეს საქართველოს წინაშე დგას კაფეო ამოცანა. გამოიყენოს არსებული შესაძლებლობა, გადადგას ნაბიჯი დემოკრატიისკენ და უზრუნველყოს, რომ ანაკლიის პროექტი გახდეს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული განვითარების საფუძველი, რაც საქართველოს მოქალაქეებს მოუტანს სიმდიდრეს და კეთილდღეობას, ხოლო ჩვენს ბიუჯეტს ასობით მილიონს შემოსავლის სახით. არსებობს მეორე სცენარი, საქართველოს დაკარგოს ყველა არსებული შესაძლებლობა, მას გვერდი აუაროს ტრამპის მშვიდობის და კეთილდღეობის გზამ, შედეგად ჩვენ დავკარგოთ ისტორიული სატრანზიტო ფუნქცია და დავრჩეთ იმ კორუმპირებულ ნაცრისფერ უპერსპექტივო ზონად, მშიერი ბავშვებით, დაუცველი მოხუცებით, დემოგრაფიული კრახით და ქართველების მასიური გადინებით, რადგან ქართული ოცნების რეჟიმმა გადააქცია ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიულად ძლიერი სახელმწიფო. ძლიერი საქართველო ლელო ირჩევს პირველ სცენარს, დემოკრატიის, ანაკლიის, რეალური მშვიდობისა და კეთილდღეობის გზას, რომელიც არის ქართული გზა ძლიერი ქართული სახელმწიფოსკენ. ჩვენი გუნდი აქტიურად გააგრძელებს მუშაობას და ბრძოლას ამ მიმართულებით, ამ ეროვნული მიზნების მისაღწევად და მინდა ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ მივახცევთ მშვიდობიან პოლიტიკურ ცვლილებას, ანაკლია აშენდება ქართული სწორი პირობებით, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობით და ეს ქვეყანა დაუბრუნდება იმ ისტორიულ გზას, რომელიც ჩვენ როგორც ერთს ყოველთვის გამოგვარჩევდა და ყოველთვის ჰქონდა არჩეული.